ჯანდაცვის მინისტრი თბილისის საოჯახო ტიპის სახლს ეწვია და ბავშვებს აღდგომა მიულოცა. ზურაბ ჭერაბერეშვილმა აპატარებს ის რეფორმებიც გააცნო, რაც მოზარდებს უშუალოდ შეეხებათ. მცირე საოჯახო ტიპის სახლში 10-დან 17 წლამდე მზრუნველობა მოკლებული 10 ბავშვი ცხოვრობს. მოზარდები ბავშვთა სახლ სათნოებიდან გადმოიყვანეს. დღეისათვის საქართველოში ასეთი ტიპის 37 დაწესებულება ფუნქციონირებს, სადაც 304 ბენეფიციარი იზრდება. მნიშვნელოვანია და ეს იქნება ჩვენი პრიორიტეტი, რომ მათ აქვთ ინტერესები, რომლებიც შეიძლება დღეს ამისთვის არ ქონდეს გათვალისწინებული დაფინანსება, მაგრამ აქვთ ისეთი ინტერესები, თქვათ ეს კულტურული ექსკურსია იქნება დამატებით შეიძლება რამე წრეზე სიარული, რომელიც აუცილებლად მომავალში უნდა გავითვალისწინოთ და უნდა დავახმაროთ ამ ბავშვებს. ძალიან კარგი აღმზრდელები მყავს, რომელიც ეხმარებიან არიან ისეთი ბავშვები, რომლებიც დაშორებულები არიან ამ მშობლებთან და ეხმარებიან ამ ურთიერთობების აღდგენაში და საკმაოდ კარგი სიტუაცია, თბილი, კარგი გარემო გვაქვს სახლში, ბავშვებიც კარგები არიან.